ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ანტონ სინეტაშვილს დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელება სურს. თუმცა როგორც თავად ამბობს, ამას თანხის უქონლობის გამო ვერ ახერხებს. მიმაჩნია, რომ წერეთელშიც უნდა იყოს დოქტორანტურა უფასო, რომ სტუდენტმა შეძლოს სწავლის გაგრძელება. ანტონის მსგავსად, წერეთლის უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე უფასო სწავლების მსურველი ბევრია. ამ მსურველის საფუძვლად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიაუნიში დოქტორანტურაზე უფასო სწავლების შესაძლებლობას ასახელებენ. ეს ალბათ აუცილებელია, იმიტომ რომ დოქტორანტურა ის სწავლების ისეთი საფეხურია, რომელიც ამზადებს მომავალ მკვლევრებს. და გარკვეული სტიმულის და მოტივაციის მიმცემიც იქნება იმ სტუდენტებისთვის, ვინც თქვათ ბაკალავრი ან მაგისტრატურა დაამთავრა და შემდგომ გააგრძელებს თავის კვლევაძიებას. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტი აფინანსებს დოქტორანტურაში ჩაბარებულ პირთა 40%-ს. ყოველი 10-დან 4 დოქტორანტს. სტუდენტის დაფინანსების საკითხს მისაღები გამოცდების შემდეგ დაგროვებული ქულებით წყვეტს ფაკულტეტის საბჭო. იქ უნდა კონდეს ამ დოქტორანტებს კარგი მიღწევა, მისაღები ამოსდევს ჩვენ დამბარდება 2 გამოცდა სპეციალობაში და უცხოენაში. უცხოენაში უნდა კონდეს 61-ზე მეტი ხულა, სპეციალობაში უნდა კონდეს 91-ზე მეტი ხულა. როგორც სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სრულიად უფასო სწავლების საკითხი დამოკიდებულია უნივერსიტეტის ბიუჯეტზე, რომელიც მათი თქმით თბილისის უნივერსიტეტთან შედარებით ძალიან წინია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე მიღება ამჟამად წარმოებს 7 ფაკულტეტზე. სწავლის საფასური კი ყოველწლიურად 2750 ლარს შეადგენს.